გამარჯობა, მე ვარ ლევან ღამბაშიძე, მე ვარ მასწავლებელი და ვფიქრობ, რომ გარკვეულ სიტუაციებში, როდესაც პოლიტიკური პროცესი ძალიან მწვავეა სახელმწიფოში, მასწავლებელს აქვს უფლება, რომ მიმოიხილოს ესა თუ ის საკითხი და შეეცადოს სკოლის თემში განმუხტოს სიტუაცია ამ დისკუსიებით. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელს უნდა კონდეს უფლება კლასში გაარჩიოს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბავშვებთან ერთად. გამარჯობა. მე არ გეთანხმებით თქვენ და ვთვლი, რომ მასწავლებელს არ უნდა კონდეს უფლება რომ გაარჩიოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები კლასში, გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელი არის მასწავლებელს უჭირს ისეთი როლი ბავშვის მიმართ, რომელიც არის მასწავლებლური, უნდა ასწავლოს მან მოსწავლეს ის, რასაც საგანი მოითხოვს და ასევე მასწავლების ვალდებულება არის, რომ უნდა იყოს ობიექტური და არ მოახიოს საკუთარი აზრი ბავშვს მისი საგნის ფარგლების გარეთ. და ასევე აქ დავამატებ იმას, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა ასწავლოს თუნდაც პოლიტიკა, თუნდაც ისტორია, მაგრამ როცა გავარჩევთ მიმდინარე მოვლენას, რთულია ის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს ობიექტურობა, რადგან მას მიმდინარე მოვლენების მიმართ გააჩნია საკუთარი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ობიექტურობასაც ვერ ინარჩუნებს. ზოგადად მაგალითად შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ აი ისტორიის სწავლების დროს რთულია ობიექტურობის შენარჩუნება. რთულია. შესაბამისად გამოდის, რომ ისტორია არ უნდა ვასწავლოთ. არ მეთქვია მაგ. ანუ თუ ობიექტურობის ნაკლებობა არის კრიტერიუმი იმის თუ რატომ არ უნდა ვასწავლოთ რამე, მაშინ ისტორიის სწავლება ვინაიდან ის მოკლებულია ობიექტურობას, უნდა იყოს ასევე არ. მაგრამ აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისტორია, რასაც ვასწავლით, არ არის მიმდინარე, არის ისტორია, რაც თქვათ ბავშვის დღევანდელ სოფხედულობას არ ცვლის ისე რადიკალურად, რომ მან ყოველდღიურობაში ისეთი გაწყვეტილება მიიღოს, რამაც შეიძლება შემდეგ მას დიდი ზიანი ან პირიქით დადებითი მოუტანოს თუნდაც. გამარჯობა. ჩემს მასწავლებელმა არ უნდა ელაპარაკოს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, იმის გამო, რომ ამ შეიძლება სკოლაში შექმნას, ან ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ზოგმა მოსწავლემ შეიძლება თავი თავდაცვალად არ იგრძნოს. მაგალითად, ვეთანხმები ჩემ წინამოსაუბრეს და მასწავლებელს ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსწავლეზე და იმაზე თუ ის რას ფიქრობს და შემდეგ როგორ იქცევა. და ამის გამო ყველაზე კარგი არის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, რადგან ყველა მოსწავლეს კონდეს შეეძლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უფლება კონდეს და არ იყოს რაღაც კონფლიქტი სკოლაში, ამათ შეიძლება იმის გამოიწვიოს, რომ სკოლაში წერილი ზოგ მოსწავლეს უბრალოდ არ უნდა. კი ბატონო, საინტერესო მოსაზრება არის თუ არა სკოლის საზოგადოება იმთავითვე ნეიტრალური? მოგესალმებით. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი მასწავლებელი ვალდებული რაღაცნაირად ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და არ მოახდინოს ესკალაცია, ხო? ეს ნიშნავს, რომ თუ მასწავლებელი არ ილაპარაკებს, მაშინ სკოლის საზოგადოება არის იმთავით რაღაცნაირად ნეიტრალურ პოზიციაში, ანუ პოზიციები არ არსებობს და აი მასწავლებელმა თუ დაიწყოს საუბარი, მე შეიძლება დაიხიჩოს საზოგადოება. პოზიციები სავარაუდოდ იარსებებს ყველა საზოგადოებაში, მაგრამ ამ პოზიციებზე არ საუბარი გარკვეულ წრეში შეიძლება ამან მოხდინოს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. იმ წრეში შეიძლება თუ მასწავლებელმა არ დაიწყო, ან თუ აქტიურად აუკრძალვა ბავშვებს გარკვეულ თემებზე საუბარი გაკვეთილზე, რომელიც შეიძლება იყოს ამ მომენტში პოლიტიკური, ამით იმ წრეში, იმ გაკვეთილზე, იმ ოთახში შენარჩუნდეს ნეიტრალიტეტი. მასწავლებლის ვალდა ეს ძალიან საინტერესო მოსაზრება იყო, რომ მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ნეიტრალიტეტის გარეგნობა მაინც. ანუ მე არ მგონია, რომ მასწავლებლის ფუნქცია ეს არის რაღაც ფორმალურად შენარჩუნოს წესრიგი, მაგალითად კლასში და თქმა იმის, რომ აი კლასში მე ჩემთან ნეიტრალიტეტი ან თქვა რაღაც მშვიდი გარემო შენარჩუნებული მყავს, იმიტომ რაღაცები აგვგზავნეს საუბარი, მაგრამ კლასგარეთ რა ხდება, იქ უკვე არ მაინტერესებს. თუ მაგალითად საზოგადოება გახლეჩილი არის, ან რაღაც დაძაბულობა არის, ხო, პოლიტიკური პროცესების გამო, მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლის ვალდებულებაც არის, რომ ერთგვარი რაღაცა მიმართება გაუკეთოს, ან დინება მისცეს ბავშვების მსჯელობას. ვფიქრობ, რომ მას აქვს უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რომ მაგალითად აუხსნას როგორ უნდა იმსჯელო ამ საკითხთან დაკავშირებით და ამით არა მხოლოდ მის კლასში, არამედ კლასს გარესაც გაანეიტრალოს, ხო? გასაგებია, მასწავლებელს შეუძლია გააკეთოს, ერთადერთი რაც შეუძლია გააკეთოს არის იზრუნოს მოსწავლეებზე და მათ ყველას კეთილდღეობაზე თანაბრად და ამის გამო შეიძლება რადგან მოსწავლეებს საროოდ უკვე ექნებათ რაღაც თავის დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი ამას გააჟღერებს კლასში, უნდა დაამთავროს ეს. უნდა თქვას, რომ ყველა ცადოთ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ და არც სკოლაში და ვეცადოთ, რომ სკოლის გარეთაც არ ვებრძოლთ აქტიურად ერთმანეთს. ეს არის ერთადერთი. როგორ გადავჭრით პრობლემას, თუ ყველა შეეცდება, რომ პრობლემა მიჩქმალოს? პრობლემა ზოგისთვის არის და ზოგისთვის არ არის. ყველა პოლიტიკური მოძრაობა ზოგისთვის არის ამ მომენტში მწვავე პრობლემა, ზოგისთვის არა. გამარჯობა.
თქვენ ახსენეთ სიტყვით, ზუსტად სიტყვით, თქვენ ახსენეთ, რომ მასწავლებლის მნიშვნელოვანი როლი არის, რომ იმართება მისცეს რაღაცა, ოდესაც გახლეჩილია ქვეყანა შუაზე. იაზრებთ იმას, რომ ამან შეიძლება რომ პირდაპირ რადიკალიზაცია მოახდინოს იმ ბავშვის, რომელიც ამ მასწავლებელს ავტორიტეტის ფიგურად ხედავს და საფრთხეში ჩააგდოს. ხო, მე ვარ მეთქოს, რომ მიმართოს ნიშნავს, რომ რადიკალიზაცია დაამსახურებს. მიმართოს ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტულ გზისკენ უფრო მიუთითოს, ან უბიძგოს. და პატარა ბიძგიც კი, მასწავლებელისგან, რომელსაც დიდი პატივი აქვს, დიდ პატივს ცემს მოსწავლე, შეიძლება საკმაოდ დიდ ესკალაციად გარდაიქმნეს. კი, მასე ნებისმიერი მასწავლებლის სიტყვა და გამონათქვამი. რა თქმა უნდა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს მასწავლების ნათქვამი მიკერძოებული და იყოს რაც შეიძლება ობიექტური. ისტორიას რაც ეხება ნათქვამი იყო მანამდე, რომ ისტორია, როდესაც ისწავლება, თუნდაც მინიმალური მიკერძოებით, ძალიან ძველი ისტორია დღევანდელ ქმედებას არ შეუცვლის მოსწავლეს. მაგრამ მიმდინარე ისტორია, რომელიც ეხლა ხდება, ძალიან შეუცვლის და რაღაცას შეიძლება მოიგმოქმედოს ამ მოსწავლემ. ძალიან საინტერესო მოსაზრება არის. მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ. მაგალითად, ქვეყანაში მიდის რაღაცა პოლიტიკური პროცესები, ძალიან დაძაბული არის ვითარება. და მე ამ დროს გავდივარ საფრანგეთის რევოლუციას, ხო? ანუ რევოლუციური იდეებს, თავისუფლებას, თანასწორობას, სოლიდარობას, ბევრი ისეთ რამეს ვსწავლოთ, მაგალითად, წარსულიდან, რომელიც დღეს შეიძლება ხელსაწყოდ იქნას გამოყენებული. ხო? ანუ ჩვენ რაღაც გამოცდილებას ვიღებთ ისტორიიდან. ამიტომ მე არ ვეთანხმები იმას, რომ წარსულის ცოდნების მიღება უფრო ნეიტრალურია და ნაკლებად საშიში არის ბავშვისთვის. თუ სისტემა, მაგალითად, რომელიც არსებობს სახელმწიფოში, განსხვავება არის პრეცედენტი, წარსული პრეცედენტის და დღევანდელს შორის. მე თუ ვისწავლე, რომ საფრანგეთის რევოლუციაში იყო ესეთი რევოლუცია და გადააყენეს მონარქია და რაღაცა მოიმოქმედეს და ამისგან იდეას ავიღებ, ეს იმიტომ ვიღებ ამ იდეას, რომ მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ეს იდეა დაეხმარება ჩემ კონკრეტულ მიზან მიმართულობას პოლიტიკურად. მაგრამ თქვენ რასაც იზავთ, რომ დღევანდელი პრეცედენტი განიხილოთ, რომ მიზან მიმართულებას შეუცვლით. მაგრამ აქ მე სხვა რაღაცაში ვხედავ პრობლემას, რა ჩვენ როდესაც გავიმიჯნეთ ერთმანეთსგან წარსული როგორც ნაკლებად ქმედითი და აწყო როგორც მეტად არ არის, მაგრამ განსხვავება ის არის ტოტალიტარული, ავტორიტარული უბრალოდ შეიძლება დღეს რაზეც ვისაუბროთ, სისტემები ზუსტადაც რომ ძველ შინაარსებს უტევენ. იმის გამო ზუსტად, რომ მაგალითად საფრანგეთის რევოლუცია საფრთხეს არ წარმოადგენს რაღაცა ლუი მე-16-ისთვის, არამედ საფრთხეს წარმოადგენს დღევანდელი ავტორიტარული ლიდერები. დიახ, ეს გასაგებია. და შესაბამისად, თუ ჩვენ დამოკიდებულებას ავიღებთ, აი პოლიტიკურზე ყველაფერგან და პოლიტიკურისგან უნდა იქნას სკოლა დაცლილი, მაშინ ჩვენ ისტორია უნდა განვიხილოთ როგორც რაღაცა ნეიტრალური ქმედებების და არ არის ეს საჭირო, როგორც თქვი, მიზან მიმართულება ბავშვს გააჩნია და თქვენ ახსენეთ, რომ ისტორია და შეიძლება პოლიტიკა, დღევანდელი პოლიტიკა იყოს ერთნაირად მნიშვნელოვანი ან ერთნაირად გავლენიანის მქონე, მაგრამ ჩვენ ისტორიას ვერბალურად არ ვასწავლით, ვასწავლით წიგნების მიხედვით, რაც ცდილობს რომ ობიექტური იყოს. როდესაც გაქვთ დღევანდელი მოვლენები, ამასთან დაკავშირებით ობიექტურობას ან რაღაც კონსოლიდირებულ პოზიციას ვერ შემოგთავაზებს მასწავლებელი, ისე რომ იყოს, თქვათ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. კი ბატონო, არ ვიცი საერთაშორისო სტანდარტი საიდან გაჩნდა ამაში როგორც კრიტერიუმი ობიექტურობის, მაგრამ ხო, მაგრამ წიგნები რას ეფუძნება? ფაქტები არის ისტორიაში თქვა წყაროები, ხო, მაგალითად სიტყვები, ხო, ანუ რაღაცა სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ილია ჭავჭავაძე. დიახ, და როგორ ფიქრობთ, სიტყვა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა, მაშინ როდესაც ის წარმოთქვა, იყო სუბიექტური და დღეს არის ობიექტური? არა, იმ დროსაც სუბიექტური იყო და დღესაც შეიძლება. მაშინ მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ აი წარსულში ნათქვამი სუბიექტური გამონათქვამები რახან წიგნში არის თავამაყოფილი, მოდი ვასწავლოთ და აი წელს განსხვავება არის. და განსხვავება არის? ის განსხვავება არის, რომ ჩვენ წიგნების ფორმატში ეს გამონათქვამები სუბიექტური გამონათქვამებად გვაქვს მოწოდებული, როგორც ჭყალებში. და როდესაც ვთქვათ მასწავლებელია, არის რისკი, რომ ეს იყოს მოწოდება, ვიდრე რაღაცა ჩემი პოზიცია წარმოადგენს ამას და ამას. ძალიან კარგი. მოდი ესეთი რაღაცა ჭყალები გვაზროს ჩვენ მაგალითად იმისგან, რომ მოწოდება გავარჩიოთ ფაქტისგან, ხო? ესე შევდივართ ცოტა, ხო? ტექსტში განკუთვნილი კონტექსტი. კი ბატონო, ტექსტში განკუთვნილი კონტექსტი. შეიძლება თუ არა მაგალითად ამ თვალსაზრისით ვთქვათ, რომ მაგალითად ავტორიტარულ სახელმწიფოში კონსტიტუციის სწავლება შეიძლება იყოს მანიფესტი. აი მაგალითად, როდესაც წერი რომ ყველა ადამიანს აქვს სიტყვის რაღაცა გამოხატვის თავისუფლება, ხო? კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ისე. ისტორიაზე მინდა გავაგრძელო. ისტორიას ჩვენ დღეს არ გავდივართ როგორც ენციკლოპედიას, გავდივართ უფრო მოვლენებს და ვაანალიზებთ მათ. შემდეგ და ვცდილობთ რომ დავუშვათ ადრე გავლი მოვლენა, მოვარგოთ ცოტა შემდეგ გავლი მოვლენას. მაგრამ ამაში მნიშვნელოვანი ის არის რომ
ჩვენ ისტორიას როგორ გავდივართ, აწესებს თუ სახელმწიფო სამართლებრივ ინსტიტუტი არის, ანუ შეთანხმება არის, რომ ყველა სახელმწიფო სამართლებრივ ინსტიტუტი ასწავლის იგივენაირად ისტორიას და განიხილავენ იგივენაირად, ანუ არც ერთ ფაქტს არ გამოტოვებენ, ან არაფერზე არ მოიტყუებიან. ან თუ კერძო არის, იქაც ასევე ფაკულტეტი დავუშვით კათედრაც ყვეთს როგორ ასწავლიან მას. ანუ სკოლაში ყველა ასწავლის ისტორიას ერთნაირად. სკოლაში ისტორიას ყველა ერთნაირად ასწავლის, ამ ისტორიაზე სავარაუდოდ ჩამოყალიბდება გარკვეული შეხედულებები. ანუ დავუშვათ რაღაც კარგი არის, რაღაც ცუდი არის, ეს მოხდა, რაღაც სხვა არ მომხდარა. ისტორიას ჩვენ ვასწავლეთ ობიექტურად, იმის გამო რომ ყველა შევთანხმდით რა არის. როცა ყველა არის შეთანხმებული, იქ შეიძლება განჩნდეს კონფლიქტი. დღევანდელ მოვლენებზე ყველა არის შეთანხმებული ისტორიაზე, სკოლაში მაინც ყველა არის შეთანხმებული. ხო, საინტერესო მოსაზრება არის. მოდი დავფიქრდეთ, მაშინ საერთოდ რატომ ვასწავლით ისტორიას? ესეთი შეკითხვაც უნდა დავსვათ, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცნაირად წარსულში ობიექტურად შეთანხმებული რაღაც კრიტერიუმების მიხედვით განსჯილი პოლიტიკური პროცესები, ის ექვემდებარება სწავლებას და აწყოში მიმდინარე პროცესები არ ექვემდებარება სწავლებას, მე პირიქით გონია, რომ ჩვენ წარსულში იმიტომაც ვსწავლობთ რაღაცებს, წარსულში მომხდარ ამბებს, რომ დავაკავშიროთ ის ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად დავაკავშიროთ ეს მასწავლებლების ჩართვის გარეშე, შეგვიძლია დავაკავშიროთ ისტორია სახლში, შეგვიძლია დავაკავშიროთ ისტორია ჩვენი აზრებით. და შეგვიძლია ის ამ ისტორია თუ რეალურად ვაკავშირებთ ისტორიას, ისიც ვიცით რომ სკოლაში განხეთქილების გამოწვევა ის ყველაზე ცუდი. ნელა. საინტერესო პოინტი იყო და კიდე დავამთავრებ, ბოლოდ დავამთავრებ თამის შესაძლებლობა მაქვს. მე უბრალოდ პრინციპულად არ ვეთანხმები წინა მომხსენებელს, რომ ისტორიას თქვათ სკოლაში უნდა ვსწავლობდეთ და მე სახლში ვლაპარაკობდით ამაზე. მე უბრალოდ არ მგონია შესაძლებელი, რომ ვასწავლოთ წარსული აწყოს გარეშე და აწყო გავიგოთ წარსულის გარეშე. ესეთი რამე უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი მგონია და ამიტომ ვფიქრობ, რომ რაღაცა დოზით და მე ჯერ არ იმაზე არც მისაუბრია, როცა ვამბობ პოლიტიკური უნდა იყოს თქვათ კლასი, როცა ეს მოითხოვს სიტუაცია, არ გულისხმობ, რომ მანიფესტი მოვაწყოთ ახლა საკლასო ოთახში, არამედ უბრალოდ ვაზუსტებ ჩემ პოზიციას, გულისხმობ იმას, რომ ზუსტად აწყო პოლიტიკური მოვლენები გვეხმარება გავიგოთ წარსული და პირიქით წარსული გვეხმარება გავიგოთ აწყოში. ანუ ვერ მიჯნავ ერთმანეთისგან. თქვენ პოზიციასთან მაგალითად დაკავშირებით მაინტერესებს. თქვენი მიზანი რა არის როგორც მასწავლებელი? კარგი შეკითხვა არის. აქ ერთ-ერთ მიზნად დასახელდა რაღაცა, მაგალითად, კარგი მოქალაქის აღზრდა, ხო? გარდა იმისა, რომ საგანი გადასცე, ერთ-ერთი ფუნქცია სკოლის ასევე არის ბავშვის სოციალიზაცია, ხო? სოციალიზაცია იმ პრინციპების მიხედვით, რომელზეც საზოგადოება შეთანხმდა, ხო? ამ შემთხვევაში, მაგალითად, თუ საქართველოზე ვსაუბრობ, ჩემი ამოცანა არის ისეთი მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომელიც არის კანონმორჩილი, რომელიც იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას, იზიარებს იმ უფლებებს და თავისუფლებებსაც მოქალაქეს გააჩნია, არის განმანათლებლურ იდეებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში სკოლა არის ოჯახთან და სხვა რაღაცა ინსტიტუციებთან ერთად. როგორ დაეხმარება, როცა ვიხილავთ პოლიტიკურ საკითხებს სუბიექტურად, ანუ თქვენ ვთქვით, რომ სუბიექტურად უნდა გავიხილოთ ეს მასწავლებლის აზრის კეთილწინებით, ხო? ანუ მასწავლებელი ვერ რა, არა, მე არ მითქოს, რომ სუბიექტურად უნდა განვიხილოთ. მე ვთქვი, რომ იდეაში წარსულში მიმდინარე პროცესებიც სუბიექტურია. ჩვენ თუ ობიექტურობას შემოვიტანთ კრიტერიუმად, რაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ და რაზე არა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ილია ჭავჭავაძის წერილები სუბიექტურობის გამო დავბლოკოთ, მაგალითად და ვინმე მაგრამ ჩვენ ხომ და შეიძლება ობიექტური იყოს. კი, ხო, მე ხო არ მითქოს, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პროცესებზე სუბიექტურად. ნელა. აი თქვენ არგუმენტში არის ერთი მთავარი პრობლემა. თქვენ ადარებთ ობიექტურ სწავლებას და შედარებით ობიექტურ სწავლებას პირდაპირ მასწავლებლის მიერ სუბიექტური აზრის გამოხატვას. შეიძლება რომ აწმყოში მასწავლებელმა ასწავლოს კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და მისცეს ამაზე კონტექსტი. მაგრამ დებატი მაგაზე არ არის. ყოველთვის რო ეგ შეუძლია. თქვენ ამბობთ რომ მასწავლებლს შეუძლია თავის პოლიტიკური აზრის გაზიარება. მე როდის თქვი? როგორ მაგაზეა დებატი? არა. მაგაზე არ იყო, უბრალოდ არსებობს წარმოდგენა, რომ საერთოდ პოლიტიკაზე, ანუ აქ თუ გახსოვს ერთ-ერთმა წინა გამოსვლმა თქვა, რომ უბრალოდ უნდა დავაიგნოროთ თემები, დავმალოთ და ჩვენ ისედაც თუ გახლეჩილია საზოგადოება, უბრალოდ არ ვისაუბროთ ამაზე და თუ ვინმე გამოთქვას პოლიტიკურ მოსაზრებას კლასში, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სახლში ვილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით. მე არ მითქოს, რომ სუბიექტური უნდა იყოს, ან ობიექტური უნდა იყოს. მე ვთქვი, რომ უბრალოდ პოლიტიკის თემის გახსნა არ არის საშიში კლასში. თუ ამას მართავ და რა თქმა უნდა, ხა ამაში აბსოლუტურად დაგეთანხმები, რომ პოლიტიკა არ ნიშნავს ელა უბრალოდ დავამთავრო, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია რომ ცხადი იყოს ისევ ყველასთვის, მე არ ვამბობ, რომ უნდა მასწავლებელმა თვითონ წადით და მიეცით ამ პარტიას მხარ. მე ვამბობ, რომ რაღაც პროცესები თუ მიდის და მიმდინარეობს, შეიძლება ამის რაღაცნაირად კალაპოჩი მოხდეს. ზოგადად საჭირო არის, რომ კონდეს უფლება, რომ პოლიტიკა განიხილოს დღევანდელი.
გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ, რომ არა, იმიტომ რომ რო შეხედოთ აი მაგალითად უნივერსიტეტებს და სკოლებს, უნივერსიტეტებში წესით უფრო მიზანი, ანუ შეიძლება პოლიტიკაზე საუბარი და დისკუსიებიც არის და კლუბებიც არსებობს, სადაც პოლიტიკაზე საუბრობენ. განსხვავება არის ასაკის. 18 წლის შემდეგ ადამიანს ხმის მიცემის უფლებაც აქვს და უფლებაც აქვს, რომ საკუთარი პოლიტიკური იდეოლოგია ბოლომდე ჩამოყალიბებული აქვს. ნუ განიხილება ესე. 18 წლის სანამ არ არის ადამიანი, მანამდე ყალიბდება ეს იდეოლოგია და სკოლაში ეს იდეოლოგია არ შეიძლება რომ მიკერძალებულად ჩამოუყალიბოს მასწავლებელს. კი ბატონო, საინტერესო საკითხია ეს, როგორ ფიქრობ, პოლიტიკური განათლება საიდან უნდა მიიღოს ბავშვმა? ბავშვმა პოლიტიკური განათლება უნდა მიიღოს იქიდან, რასაც ხედავს თავის ქვეყანაში გარშემო წყაროებით და არა ფიზიკის შესახებ განათლება რატომ უნდა მიიღოს მაგით? ფიზიკის შესახებ განათლება მიღება უყუროს დიდხანს წვიმას და გრავიტაციაზე გაიგებს რამეს. როგორც ისააკ ნიუტონმა მოხდა და გაიგო, ხო? მაშინ პოლიტიკასაც თუ დიდხანს უყურებ, ესე თქვენ თეორიის მიხედვით თუ პოლიტიკას დიდხანს უყურებ, რამეს გაიგებ პოლიტიკაში. უბრალოდ რომ დავხატავ, თუ დიდხანს უყურებ ქართულ პოლიტიკის შესახებ ბევრს ვერაფერს ვერ გაიგებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინდა რომ ბავშვის გამარჯობა კიდევ ერთხელ მინდა რომ ბავშვის და მოსწავლის საკითხს დავუბრუნდეთ ცოტა ხანი, იმიტომ რომ მართალია რომ არგუმენტი და დებატი არ არის იმაზე რომ მასწავლებელი აუცილებლად საკუთარ აზრს ახლავს მოსწავლეს, მაგრამ როდესაც მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას ვლაპარაკობ, როდესაც ესეთი განხეთქილება არის ქვეყანაში, რთულია რომ ობიექტურობა შეინარჩუნოს, რასაც რა თქმა უნდა მასწავლებელს ვერ დააბრალებთ. მაგრამ ბავშვი რო განვიხილოთ კლასში, რომელიც წინა მოსაუბრემ ახსენა, რომ დაუცველად იგრძნობს კლასში თავს, ფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრიორიტეტი მასწავლებლის უნდა იყოს, რომ ყველა მოსწავლემ თანაბრად, თანასწორად და თანაბრად დაცულად იგრძნობს თავი კლასში. და როდესაც მოსწავლე, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ამ თემასთან ლაპარაკი არ შეუძლია, ან არ სიამონებს და ზღუდავს, ან ნაკლებად დაცულად არ გზავნებს თავს, ვფიქრობ, რომ ეგ უკვე თავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს პოლიტიკა კლასში. ვინაიდან ჩვენს დასრული და წესიერი ადამიანები ვართ და ჩვენს ფორმატსაც ქვია კულტურული დებატი, არ შემიძლია არ დაგეთანხმო, აბსოლუტურად ვიზიარებ, ანუ ვფიქრობ, რომ საშინელი არის მასწავლებელი, რომელთანაც კლასში ბავშვს ეს დისკომფორტი აქვს, რომ არ გზნობს თავს დაცულად იმ გაგებით, რომ არ იცის მასწავლებელი რა ფორმით, რა იმითი გამოხატავს მოსაზრებას მის წინააღმდეგ. ანუ აბსოლუტურად ვიზიარებ ამას და პირიქით ზუსტად მაგას ვამბობ, რომ მასწავლებელს აქვს უნარი და ვინაიდან ჩვენ საუბრობდით, რომ პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს სკოლის თემზე, ვიცით ეს ყველა და ხშირად აბსოლუტურად მასწავლებლების ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, უკვე რაღაც ტიპის დაძაბულობას ხედავ. და შენი ამოცანა არის ის, რომ როდესაც კლასში ბავშვები მოდიან, იმით რომ რაღაცა თემაზე არის საუბრებ, ხელს კი არ უწყობ ამ პრობლემის განმოხტვას რა. პირიქით, მაგალითად, შენ თუ არ გახსენი ფორმატი სასაუბრო, თუ რაღაცა პრინციპებზე არ ესაუბრებ ბავშვებს, შეიძლება ის ვინც უსაფრთხოდ არ გზნობს თავს, ან მაგალითად არ იცის რას ფიქრობს მასწავლებელი და ამიტომ შემოდის და გზნობს რაღაც დისკომფორტს განიცდის, ხო, მაგრამ იმით თუ რამდენად ვერ იცავს მასწავლებელი ობიექტურობას, რატო იგრძნობს მოსწავლე ნაკლებად დაცულად თავს? საინტერესო შეკითხვა, ობიექტურობაზე არ არის, ისე ვამბობ, რა იმაზე არ არის საუბრო, ხა იტყვის, რომ აი თქვენ ვინც ესე ფიქრობთ, ან ვინც ზოგადად ესე ფიქრობს, ამიტომ მე ხა ჩემ პოზიციას გეტყვი ამასთან დაკავშირებით. ხო, ერთად ჩავერთვები. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული მასწავლებლების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა მასწავლებელს ვერ და არ ექნება იგივენაირი შეგნება, რაც განაპირობებს იმას, რომ სულ ეგრე არ იქნება. აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ თუ საუბრობთ, ესეც უნდა საინტერესო პოინტი არის და მან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ და ზოგადად ყველამ უნდა გაითავისოს, თუ არა გაქვს ამის უნარი, რომ პოლიტიკური დებატი მაგალითად წაიყვანო იმ მიმართულებით, რომ განმუხტვა მოხდეს კლასში, იმის მაგალითად რომ ესკალაცია მოხდეს, მას ჯობია რომ საერთოდ არ ამოწმე. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა მასწავლებელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს რაღაც პოლიტიკური განათლების როლი, მაგრამ მე ვამბობ, რომ არსებობს რაღაცა ტიპის გაკვეთილები, მაგალითად ისტორია, ხო, რაღაც ჰუმანიტარული საგნები, სადაც შენ გაქვს საშუალება რომ იმაზე კი არსებობს კონკრეტიკაზე რა მაგალითად რაღაცა მოხდა ვიღაცა დააპატიმრეს რაღაც ცნობილი პოლიტპატიმარი გაჩნდა თქვა რუსეთში და მასწავლებელს აქვს საშუალება ისაუბროს არა აი ეს დაიჭირეს თუ კარგია თუ არა პოლიტპატიმარი რას ნიშნავს მაგალითად და ამაზე საუბრით უბრალოდ ბავშვს რაღაცნაირად მიახვედროს არსებული ვითარების პრობლემურობა არაპრობლემური საკითხი ისევ და ისევ და თქვენ აქ რამდენჯერმე ახსენეთ რომ ბავშვს უნდა ქონდეს უფლება საკუთარი აზრი ჩამოიყალიბოს და გაიჩინოს, ხო? ზუსტად ეს არის. მე როდესაც ვისაუბრებ პრინციპებზე, მაგალითად დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე, ბავშვმა მე თავად გამოიტანოს დასკვნა მე რას ვფიქრობდი. რა უნდა იფიქროს თავად. მე ვერ ხვდები რატომ აკეთებთ იმ დასკვნას, რომ ყველა ისტორიის ამბობს ჰუმანიტარული საგნების მასწავლებლს აქვს იმის უნარი, რომ ასეთი დისკუსია წარმართოს ობიექტურად. რატო აკეთებ მაგ დასკვნას? რომ ყველას აქვს. ყველას აქვს ამის უნარი. როდის თქვი რომ მე ყველას აქვს უნარი? მე ვთქვი რომ თუ არა აქვს უნარი, ჯობია გაჩვენდეს. და როგორ უნდა გაიზომოს ეს უნარი? როგორ უნდა გაიზომოს უნარი? ძალიან საინტერესო ამბავი არის, მაგას არ მიფიქრია, მაგრამ
საუბარი რაზე არის? ანუ თუ მასწავლებლს არ აქვს, ანუ როგორ ხვდებით მასწავლებლს შეუძლია თუ არა პოლიტიკაზე საუბარი? ხო. ვერ ხვდებით მაგას თუ სანამ არ დააზიანებს. და უნდა დავალოთ მანამ დააზიანებს მასწავლებლებს. მე ვფიქრობ, რომ პრინციპში თუ ჩვენ პროფესიონალიზმზე საუბრობთ და ჩვენ სამყარო გვინდა ისეთი იყოს, როგორიც გვინდა, ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ ამოვიდეთ თქვა საქართველოს კონკრეტული სიტუაციით და თქვა, რომ რაღაცა ამ ეტაპზე 21 საუკუნის ამ ეტაპზე რაღაც ტიპის კვალიფიკაცია არ არსებობს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ დავაზიანოთ პრინციპის ანუ უნდა დავალოდოთ მანამ ინდოქტრინაციას მოახდას მასწავლებელი მოსწავლეებზე, მანამ ჩვენ რამე საზომს მოვიკითხებთ ობიექტურობის. ინდოქტრინაცია ნეგატიური არის. მე მაგაზე არ ვსაუბრობ, რომ ინდოქტრინაცია აუცილებლად უნდა ხდებოდეს. მე პირიქით ვამბობ. მე ვამბობ, ხო, ვიცი რომ მაგას არ ამბობს, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ამის საშუალებას მიცემ მასწავლებელს, იქნება ისეთი кейსები, სადაც ინდოქტრინაცია მოხდება და თუ არ გქნება რამე ობიექტური საზომი, მაშინ ობიექტური საზომი არის ინდოქტრინაციის აკრძალვა. მე არ ვსაუბრობ, ეგ ინდოქტრინაცია არ არის, არის პოლიტიკური და როგორ უნდა აკრძალო? ინდოქტრინაცია ისედაც აკრძალული არის მორალი, ეთიკა. გამარჯობა, ჩემი სახელია სანდრო აკაბაძე და ვარ მე-11 კლასელი და ვფიქრობ, რომ მასწავლებელმა არ უნდა ილაპარაკონ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კლასში. არ შემეცვალა მე მაინც და მაინც თავდაპირველი აზრი, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ უნდა ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზე კლასში, იმიტომ რომ ვერ დამარწმუნა ბატონმა ლევანმა. მე თავიდანვე მერყევ პოზიციაზე ვიყავი და ლევანმა ის არგუმენტებმა დამარწმუნა და მე შევიცვალე ჩემი აზრი. დებატის შემდეგ მე შემეცვალა აზრი და ჩემი აზრი სწორია, რომ მასწავლებელმა გაკვეთილის დროს ილაპარაკოს პოლიტიკაზე. მე არ შემეცვალა ამ დებატის შემდეგ აზრი და ჩემი აზრით მასწავლებელმა გაკვეთილის ცდილობის პროცესისას არასდროს არ უნდა ილაპარაკოს პოლიტიკაზე. თავიდან შედარებით მერყევ პოზიციაზე ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ უფრო დავწმუნდი, რომ მასწავლებელს უნდა შეეძლოს პოლიტიკაზე საუბარი გაკვეთილზე.